ახლა კი ექსკლუზივი დინამო არენადან, სადაც ძალიან დიდი სამზადისი მიმდინარეობს. 12 ივნისს საქართველოში თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი კანიე ვესტი ჩამოდის. ამერიკელი მომღერლის კონცერტი მასშტაბური მუსიკალური სანახაობა გახდება. დინამო არენაზე ახლა გრანდიოზული და მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. შტრიხები კანიე ვესტის ბიოგრაფიიდან. 24 გრემის მფლობელი. გაყიდული აქვს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი. მისი კარიერა არაერთ ისტორიულ ალბომსა და შოუს აერთიანებს. წელს გამოშვებულ ახალ ალბომს ბილი სპეციალური საკონცერტო ტურნე მოჰყვა. განსაკუთრებული იყო ლოს-ანჯელესში გამართული შოუ, სადაც არტისტი მაყურებლის წინაშე დედამიწის ფორმის მოძრავი სფერული სცენით წარდგა. სწორედ ამ მასშტაბური შოუს ელემენტები იქნება წარმოდგება საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში. დიდია საერთაშორისო ინტერესიც. მელომანები ჩამოდიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კანიე ვესტის კონცერტები დიდი მუსიკალური სანახაობაა, რომელიც მოიცავს ვიზუალურ ეფექტებს, მასშტაბური დადგმებსა და თანამედროვე პოპ-კულტურის ერთგვარ შოუ მანიფესტს. სტარინგ ჯორჯიას ორგანიზებით საქართველოს მრავალ მსოფლიო მნიშვნელოვან ვარსკვლავს უმასპინძლა, რომელთა შოუებზეც 100,000-ობით მელომანი გაერთიანდა. კეთი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი შოუ ელოდება ჩვენს მსმენელებს. ფანტასტიკური, ვისაც უყვარს, რა თქმა უნდა, ამ ჟანრის მუსიკა, არ უნდა გამოტოვონ ეს კონცერტი და უნდა მივიდნენ დინამოს არენაზე. 12 ივნისს. 12 კი ბატონო. ახლა მოусმინოთ სტარინგ ჯორჯიას წარმომადგენელს. სტარინგ ჯორჯია მეოთხე მუსიკალური სეზონის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად წინამდებარე 3 წარმატებული სეზონის შედეგად მივედით იქამდე, რომ დღეს აქ ვდგავართ დინამო არენაზე და ვსაუბრობთ მსოფლიოს მასშტაბით ისეთ გავლენიან და ისეთ მოთხოვნად არტისტზე, როგორიც არის კანიე ვესტი. კონცერტამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, დაახლოებით 8 დღე გვაქვს დარჩენილი და როგორც ხედავთ, აქტიურ სამუშაო ფაზაში არის წინა მოსამზადებელი პერიოდი. ეს იქნება ჩვენი გამოცდილებისთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ყველაზე მეტი რაოდენობის მსმენელი დაესწრება ამ ღონისძიებას. თუ წინა წლებში და შარშან მაგალითად ვამაყობდით იმით, რომ დაახლოებით 7 საათში გავყიდეთ 55,000 ბილეთი ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასწრების შემთხვევაში, ახლა იყო შემთხვევა, როდესაც ჯამურად 2 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ პირველ დღეს პრესეილი იყო და მეორე დღეს დავიწყეთ ძირითადი გაყიდვები, მაგრამ ორივე დღის ჯამურად დაახლოებით 8 საათში სადღაც 70,000 ბილეთი გავყიდეთ. ანუ 12 ივნისი კანიე ვესტი საქართველოში იქნება პირველი ღონისძიება საქართველოსთვის, რომელსაც ყველაზე მეტი მელომანი დაესწრება და ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო ამბავია. თუმცა ამით პირველი პრეცედენტები არ სრულდება და ასევე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება რეგიონში პირველი ღონისძიება, რომელიც 360 გრადუსს მოიცავს. ანუ როგორც ხედავთ, ჩემს უკან არის მთავარი კონსტრუქცია, რომელზეც მე დედამიწა უნდა აშენდეს და პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მსმენელი ყველა ტრიბუნაზე იქნება თანაბრად გადანაწილებული. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ პირველი შოუ არის, რომელიც კონკრეტული არტისტისთვის არის შექმნილი, შესაბამისად, ხვალიდან შემოგვიერთდება კანიეს უცხოური ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაგვეხმარება სრულყოფილებამდე მიყვანაზე, იმიტომ რომ არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ საუბარია 2026 წლის ყველაზე ხმაურიან შოუზე. კანიე ვესტი საქართველოში არის იმ მიზნის გამტკიცება, რომლისთვისაც შეიქმნა სტარინგ ჯორჯია, რომ საქართველოს დავაპოზიციონიროთ გლობალურ გასართობ რუკაზე და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მზად არის უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. მინდა რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ჯერა რომ ყველასთვის ერთნაირად მაყვარი ეს დღე. წინა ღონისძიებებზე სტადიონის შოუს გასამართად დაახლოებით 1500 ადამიანი იყო, რაც იყო დასაქმებული, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ გაზრდილი იქნება ციფრი. მოხალისეებსაც მინდა რომ აუცილებლად შევეხო. აქამდე თითო
ღონისძიებაზე დაახლოებით 150-180 მოხალისე მუშაობდა, მაგრამ ესეც ის შემთხვევა არის, სადაც უპრეცედენტო ინტერესი არის ახალგაზრდების მხრიდან. ასე რომ გელოდებით 12 ივნის, კარები გაიღება დაახლოებით 4 საათიდან, არ უნდა დაგვავიწყდეს კარგი განწყობა, წინასწარ ყველა სიმღერის ტექსტის გამეორება, შესაბამისად კომფორტულად ჩაცმული მოსვლა და მზაობა იმისთვის, რომ საოცრებას უნდა უყუროთ ერთად. მოკლედ 12 ივნისამდე სულ ცოტა დრო რჩება, მე დარწმუნებული ვარ მელომანები დღეებს კი არა წუთებს ითვლიან, ასე რომ ძალიან დიდი ზეიმი ელოდება თბილის და თო შესაბამისად უნდა შევიმოსოთ, ტექსტები გავიმეოროთ და გავიმგზავროთ დინამო არენაზე. და ასევე არ გამოტონ რუსთავის კონცერტი. რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა, ბედნიერ და იღბლიან დღეს გისურვებთ. ჩვეულ დროს და ტრადიციულ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.